თემას ქვია ვინ რა არის ქართულ პოლიტიკაში დღეს ჩვენ ახალი ფორმატით გავდივართ მეცნიერთა კონგრესის გადაცემები იქნება ყოველ სამუშაო დღეს 7 საათიდან საღამოს 11 საათამდე აი ამ პერიოდში ჩემი გადაცემები იქნება ხუთშაბათობით და აი ამ გადაცემების ამ 4 გადაცემის პირდაპირ ეთერში გავლის შემდეგ ეს ყველაფერი იწერება და ღამის 2 საათიდან 6 საათამდე მეორდება იმისათვის რომ ჩვენმა ემიგრანტებმა განსაკუთრებით იმათ ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში არიან და საერთოდ იმ დასავლეთ ნახევარში რომ გვიყურონ იმიტომ რომ ვიცი რომ ინტერესი არის და გვიყურებენ ასევე მეორე დღეს დილით 10 საათიდან 14 საათამდე 10-დან 14-მდე იგივე მეორდება. ასე რომ ეს ჩვენი გადაცემები დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს პერიოდში გახდება პოპულარული და საინტერესო. მით უმეტეს რომ ჩვენი ტელევიზია, ქართული ტელევიზია არის საქართველოს სინამდვილეში ერთადერთი ტელევიზია სადაც ლაპარაკობენ სიმართლეს, ყოველ შემთხვევაში რაც მას მიაჩნია სიმართლე. ასე რომ როცა ნაციონალი მოვა, ის იტყვის თავის სიმართლეს, როცა ოცნების წარმომადგენელი მოვა, ის იტყვის თავის სიმართლეს, მეცნიერების წარმომადგენლები იქნებიან, ისინი იტყვიან და აი ახლა დღეს ძალიან ნიშანდობლივად და საინტერესოდ მიმაჩნია ის, რომ აი ამ ფორმატში პირველი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ბატონი ოლივერ რაისნერი. მოგესალმებით. ადამიანი ევროპის ცენტრიდან, გერმანიიდან, ეროვნებით გერმანელი, რომელიც არის საქართველოს სიძე, ქართველი მეუღლე ყავს. ყავს ნახევრად ქართველი შვილი, რომელმაც ალბათ თავისი როლი თავის დროზე უნდა ითამაშოს საქართველოს ევროპიზაციის გზაზე. ეს ბატონი 1988 წლიდან არის აქ. ესე იგი გამოდის რომ 38 წელია აქ ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჯერ არა, მაგრამ იყო 38 2 წელიწადში 40 იქნება. და რაც ყველაზე მთავარია რომ ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციებში მოღვაწეობდა, მაგრამ აი 2016 წლიდან ის უკვე არის ილია სახელობის უნივერსიტეტში ჟან მონეს პროგრამის ევროპის კვლევების და კავკასიის კვლევების პროდიუსერი. იგი ევროპის კვლევებისა და კავკასიის კვლევების მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს ასწავლის. ეს ალბათ დაწერილია რამოდენიმე წლის წინ, ახლა თქვენ კიდე რაღაცებს აკეთებთ. აი ეს უნდა მოგვიკეთ. ესე იგი, ქართულ აი ამ საგანმანათლებლო, კულტურულ და სხვათა შორის ალბათ პოლიტიკურ ველზეც თქვენი მოსაზრებები გაქვთ. მე მახსოვს ერთი 10 წლის წინ თქვენი ნაშრომი წიგნი ისტორიული ხასიათის წიგნი, როცა გააკეთეთ კვლევები და განსაკუთრებით აი საქართველოს სამხრეთ რეგიონებში ადამიანების გამოკითხვით თანამედროვე მდგომარეობა რომ აღწერეთ და ჩემთვის ეს საინტერესო იყო ბატონო ოლივერი, იმიტომ რომ ჩვენი ისტორიკოსები ასე არ უდგებიან ამ ისტორიულ ფაქტებს და მე მენიშნა რომ აი თქვენ უფრო ობიექტურად აღწერდით იმ მოვლენებს რომლის მოწმეც მე ვიყავი და როცა იმ მოვლენებს მე და ჩემი მეგობრები ვიწყებთ გახსენებას და აღწერას, ყველა სხვადასხვანაირად წერთ და ყველა ალბათ საკმაოდ შორსავართ ჭეშმარიტი რეალური ისტორიიდან. აი თქვენ როგორც ეთყობა მაინც ადამიანი, აი რუსები იტყვიან სასტარანი გვერდიდან
უყურებთ უფრო ობიექტურად აღიქვამთ ყველაფერ ამას. როგორ დავიწყოთ? საიდან დავიწყოთ? ავიცი თავიდან მაინც თქვენზე. აი ეს ესე იგი 38 წელი რა იმით მოხვედით, როგორ დაიწყეთ, რა სფეროებში მოღვაწეობდით და ბოლოს ახლა რა საკეთებთ და როგორია თქვენი გეგმები? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა დაბადებისათვის. აი აქ ინტერვიუზე ან საუბარზე მე პირველად ჩამოვედი 1 ოქტომბერს 88 წელს. ეს იყო პერესტროიკის დროს. დამპატიჟეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შურთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტში. კი, 3 თვით ვიყავი სტუდენტად სტაჟიორად. ცხოვრობდი სასტუმრო ივერიაში, მივიღე 500 მანეთი სტიპენდია, რაც იმ დროს პროფესორის 500 მანეთი. იმ დროს პროფესორის ხეფასი იყო, ეს მითხრეს. კი, ეს თვითონ. იმიტომ რომ პირველად ვიყავი ჩამოსული ერთი გერმანისთან ერთად გოთინგენის უნივერსიტეტთან იქაურ კაპიტალისტურ გერმანიიდან. ეს უკვე პირველი შესაძლებლობა იყო და ამიტომ ეს სპეციალურად მიგვიღიეს. ხო, ეს კი და ეს ხო იყო ეს პროტესტის პერიოდი. აი ოქტომბერში დაიწყო ეს მანიფესტაციები რუსთაველზე უმაღლეს საბჭოს შენობის წინაშე დღევანდელი პარლამენტის შენობის შიმშილობა, სტუდენტური პროტესტი, მოკლედ იმ პერიოდიდან ვარ საქართველოს უახლოესი ისტორიის კი, ვიყავი მე იმაზე იპოდრომზე, ზვიად გამსახურდიას, გამოსვლაზე და ეს ყველაფერი გავიარე თავისი თვალებით ხო შევამოწმე ამას ხო ეს ძალიან ისტორიკოსისთვის მე დავამთავრე გოთინგენის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ევროპის ისტორია, რომელიც მიმართულებით რუსეთის საბჭოთა კავშირის ისტორია იყო და როდესაც მომიწვიეს ვიფიქრე აი საქართველოს ეს უცნობი მხარე არის საბჭოთა კავშირისა და ჩამოვედი და დავიწყე მე ქართული ენის სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორ მასწავლებელთან ლელა გიგუშაძე და ლია აბესაძესთან ჰონდა კერძო პროფესორების შესავალი საქართველოს ისტორიაში ნათელა ვაჩნაძესა და უშანგი სიდამონიძესთან ისტორიის ინსტიტუტის მკვლევარი იყო და ნათელა მარიკა ლოტკიპანიძესთან მუშაობდა და მე მგონი ეს სამთვიანი სტიპენდია საქართველოსთვის კარგად გამოვიდა, იმიტომ რომ ამის მერე მე დავიწყე გავაინტერესდი საქართველოს ისტორიაზე, შევისწავლე მეტნაკლებად ქართულ ენას და ქართული ენა და კი და მუშაობდა დისერტაცია დავწერე საქართველოს ისტორიაზე, ახლა გამოვიდა ქართულ ენაზეც და კი ძალიან კმაყოფილი ვარ რომ ახლა ილიას უნივერსიტეტში შემიძლია ეს შრომა გავაკეთო რაც სამწუხაროდ ინტერესის ნაკლებობის გამო გერმანიაში არ შემიძლიოდა ეს საქართველო კავკასია ნაკლებად გაცნობიერებული აქვს მისი რელევანტურობა აი მსოფლიო ისტორიის მასშტაბით და ამიტომ აქ ვარ და კი დიდი მადლობა. ნუ რადგანაც თქვენ ახლა ჩვენი სიძე ბრძანდებით, აი ისიც მოგიყვებით ძალიან მოკლედ ალბათ ხალხს დაინტერესებს როგორ მოხდა რომ თქვენ შექმნით ქართული ოჯახი. ეს იმ ეგრეთ წოდებულ ბნელ 90-იანებში მოხდა, როდესაც ჩამოვიდა 90-იანებში. 90-იანებში ხო, სომ 94 წელს დისერტაციისთვის მასალების მოსაგროვებლად
და გავიცანე ჩემი მეუღლე, რომელიც ჩემი კოლეგის ნინო ოკინაშვილის და იყო და კი საინტერესო. კი, ასო ესე თქვენ უკვე დიდი ხნის ისტორია გაქვთ. კი, ურთიერთობის. კი. თქვენი ვაჟიშვილი სად არის ახლა? ჩემი ვაჟიშვილი უმცროსი ახლა ბრიუსელში მუშაობს. ბრიუსელში მუშაობს. ხო, ნუ. ძალიან კეცო საინტერესო. კომპანიაში დაიწყო მუშაობა და ხო, უპროსები ჩემი მეუღლეს შვილები აქ არიან და აქ მუშაობენ გერმანულ კომპანიებისთვის. დიდი მადლობა. ახლა მე შეიძლება პატარა ის მინდა გავაკეთო, რომ ჩვენ ახლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაციები მოგდის და აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრისთვის მე ვარ ძალიან რადიკალური პიროვნება, რადიკალურად განწყობილი ხელისუფლების პარტიის ოცნების საწინააღმდეგოდ. მე ახლა თქვენთან დასწრებით მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ მე არ ამგონია, რომ მე რადიკალური პიროვნება ვარ, არა ვარ რადიკალური, მე ვარ მეცნიერი, რომელიც თulis, რომ უნდა დააკვირდეს კარგად, შეისწავლოს, დაწონოს ფაქტები და მერე გააკეთოს დასკვნები. მე ამ დასკვნებს როცა ვაკეთებ, ყოველთვის ვამბობ საფუძველს, რის საფუძველზე ვაკეთებ. აი როცა მე ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვაკრიტიკებ, ვაკეთებ იმის საფუძველზე, რომ მე ვახსოვს მისი დაპირებები და ვამბობ, რომ იმ დაპირებებიდან ვერცერთი ვერ ვნახე შესრულებული. ნებისმიერ შეუძლია მოვიდეს და მითხრას, რომ ბატონო ვახში, მან ეს შეასრულა, მან შექმნა 100 ქარხანა, მან დააბრუნა ჩვენი ემიგრანტები, მან გაანთავისუფლა სასამართლო და სამართლიანი სასამართლო გვაქვს, მან დაუბრუნა ადამიანებს, ვისაც წაართვა წინა ხელისუფლებამ უძრავი, მოძრავი ქონება, ფული, რაღაცები, აი ასეთი რაღაცები ამბობდა და პირდებოდა. მე ვერცერთი ეს მისი დანაპირები შესრულებული ვერ ვნახე და როდესაც მე ამას ვამბობ, აი თქვენ ევროპელმა კაცმა მითხარი, ვითვლები მე ამის გამო რადიკალურად განწყობილ ადამიანად? თქვენ იცით გამოცდილება გაქვთ საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე ეს მოვლენები და გაქვთ როგორც მეცნიერი სამმართველო სისტემების სპეციალისტი, აი რა არის საჭირო კარგ მმართველობისათვის და რამდენად ეს შესრულებული არის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ან ლიდერების მიერ დაფირებული აი შემოთავაზების. ეს კი ამისომ გააჩნია აი მეცნიერულად რას გულისხმობს რადიკალურად. რადიკალურად თუ არის აი ზალადობაზე რაცა რა ქვია გამოძახება ან აი ერთ შემხედრი კითხვა მაქვს. თქვენ დღეს ალბათ წაიკითხეთ ან მოისმინეთ, რომ ბრძანება არ ვიცი მოეწერა თუ მოეწერება ხელი ორი უნივერსიტეტის გაერთიანების. ესე იგი ჩვენ გვაქვს ჯავახიშვილის უნივერსიტეტი, რომელიც წელს გახდა თუ გახდება 104 წლის თავისი ისტორიით, თავისი ბიოგრაფიით, თავისი მიღწევებით, ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი იყო მსოფლიო რეიტინგშიც, ესე იგი რომ გადიოდა ისეთი უამრავი აკადემიკოსები, როგორც საბუნებისმეტყველო, ასევე ჰუმანიტარულ დარგებში გაუზრდია. მოკლედ ამ უნივერსიტეტის გარეშე წარმოუდგენელია ქართული მეცნიერება და ქართული კულტურა. ამ უნივერსიტეტს ერთბაშად იღებდა აერთიანებ ვიღაცასთან, როდესაც არც ერთი სერიოზული პროფესიონალების მიერ დადებული დასკვნები არ არსებობს, რატომ უნდა მოხდეს ეს? რა თქმა უნდა, ეს იწვევს რეაქციას, უარყოფით რეაქციას და აი ესეც
მე მინდა ახლა თქვენ კითხოთ ისევ ოცნების მომხრები გამაკრიტიკებენ. რატომ ამბობ ამასო? არ უნდა ვთქვა, როგორ ფიქრობ? წესით პოლიტიკა უნდა იყოს ორიენტირებული კონკრეტული ნიშნებზე, ინდიკატორებზე, რომ მისი შეფასება ან შედეგიანობა შეფასების შესაძლებლობა რომ არსებობს. მაგრამ ეს მე აქ საქართველოში არასდროს არ მინახავს. რამდენად ადამიანები კმაყოფილები არიან, ეს თვითონ მაყურებელმა იცის სავარაუდოდ. და როგორც მეცნიერი, რომელიც მუშაობს სახელმწიფო უნივერსიტეტში, კი ეს უხეშად სერიოზული შეთანხმება აკადემიური თავისუფლებაში არის. როგორც ჩანს, შეთანხმებულები იყვნენ უნივერსიტეტის რექტორები და განათლების სამინისტრო, მაგრამ არ იყვნენ ჩართულნი ამ პროცესში საერთოდ, როგორც იმ ეგრეთ წოდებულ უმაღლესი განათლების რეფორმაში, არ იყვნენ აკადემიური საბჭოები ორივე უნივერსიტეტში არის. ეს იყო უკვე ეს ცინა რა ქვია მაგალითი იმასაც როგორ მომავალში იმართება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეს იქნება პოლიტიკური მიზნით, ჩარევის მიზნით შექმნილი პროცესი. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს აქედან, რომ ეს სწორედ არის პოლიტიკური მიზნით, იმისათვის რომ დაიმორჩილოს საზოგადოება, ყველაზე მეტად სტუდენტები ახალგაზრდობა, რომელიც ერასმუსის სტიპენდიებით გავლილი ჰქონდათ ევროპაში და დაინახეს, რომ შესაძლებელი არის სხვანაირი ცხოვრება და არსებობა. და თანაც როცა ეს ხელისუფლება 12 წლის მანძილზე გვეუბნებოდა, რომ მივდივართ ევროპისკენ და ბოლოს ესე იგი პირდაპირ კატეგორიულად ვიჭრის გზას. უფრო სირმისიული საქართველოს კრიზისის საკითხი არის, რომელიც არამარტო პოლიტიკური ხელისუფლებას. ეს არ არის მათო ამ ხელისუფლების. ეს რაც 40 წლის განმავლობაში და ვინახავ, რომ ეს კრიზისები რეგულარულად გამოჩნდება. ეს არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული, ეს არის ზნეობრივი საკითხი. იმიტომ რომ როგორ იმართება სახელმწიფოს. რომ საქართველოში როგორც ჩანს და ამაზე მე ვეცდები ვიმუშაო უფრო სირმესიულად, ეს სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბება ყოველთვის შეზღუდული იყო. შეიძლება თქვათ, რომ პატრონ-კმური ურთიერთობების საქართველოში ეს სპეციალურია, რომ პოლიტიკა პერსონალიზირებულია, ან ბიძინა, ან მიშა, ან ედიკა, ან რაღაცა და მის გარშემოში შექმნილი იყო კლიენტების სტრუქტურები. კლანები ან რაღაცა, მაგრამ ამაზე ღიად არ ისაუბრიათ. იმიტომ რომ ეს უსასიამოვნო რაღაც არის, რომელიც იმ გზაზე ევროპისაკენ უშლის ხელს. ამიტომ უფრო ფართო და უფრო სერიოზული არის თვითკრიტიკულად განხილვა. ეხლა კი იმ საფრთხეს წინაშე ვდგევართ, რომ დამყარება ავტორიტარულ რეჟიმს, რომელიც ყველანაირი თავისუფლებას, ყველანაირ შესაძლებლობებს აიკრძალავს. ეს რომ იმ გაერთიანებასთან ერთად იყო გუშინ კიდევ დამყარებული წესები პოლიტიკური აქტივობების და ფინანსების შესაძლებლობების ბიზნესმენების მხრიდან ყველაზე მეტად პოლიტიკურ სფეროში და ეს ჩანს, რომ აქ არ არის საუბარი საქართველოს მომავალზე. ჩემი აზრით. ეს არის
ჩემი გვერდითი უცხოელის ნანახი. დიახ. გუშინ ვიღაცამ დადო Facebook-ში სურათი იყო ტალიბანის ლიდერი და პუტინი და ლავროვი და იქ მერე იყო აღწერილი მათი დღევანდელი კანონები, რეებს წერენ ისინი, რომ ოპოზიცია თუ ვინმე ხელისუფლების წინააღმდეგია დაისაჯოს სიკვდილით. საერთოდ უნდათ მოსპონ. ეს ტალიბანის კანონები არის და კიდე რამოდენიმე კანონი და აშკარად იკვეთება რომ ჩვენ რაღაცნაირად იქეთკენ ვიხრებით. ეს რეჟიმები იბრძიან თავის გადაჩენაზე და ეს უკმაყოფილები არიან ირანში ან უნგრეთში, სადაც ევროკავშირში ერთი მაგალითი არის, როგორ შეიძლება დემოკრატიული ინსტიტუტების გადაფლანგვა, შეიცვალა ავტორიტარიზმისაკენ შეზღუდვა და ამიტომ ეს თლიანად ამ პერიოდში, ამ ეპოქაში ლიბერალური დემოკრატიის კრიზისში გამოჩნდით. ხო, ეს და არიან პოლიტოლოგები, რომელიც საუბრობენ იმიტომ რომ ეს იყო დემოკრატია კაპიტალისტურ გარემოში, ეს იყო ცივი ომის ფენომენი და ახლა დემოკრატია ნელ-ნელა ისტორიაში გადადის. მე არ ვიმედოვნებ რომ ეს შესრულდება, იმიტომ რომ უბრალო ადამიანებისთვის ეს ძალიან ცუდად გამოვა. ეს იქნება რამოდენიმე ადამიანი მართავს ქვეყანას თავის პირად ინტერესების მიხედვით. ამერიკის შეერთებულ შტატებში კარგად ჩანს ეს ახლა ევროპაში სხვადასხვა ქვეყანაშიც და აქაც როგორც ჩანს. ხო, მაგრამ აი საქართველოს საზოგადოებას თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება კონდეს იმედი რომ ევროპა რაღაცნაირად იზრუნებს იმაზე ჩვენთან იყოს ნორმალური მართლობა. ევროპა უცხო პატრონი არ არის. ეს ხო არის აი პატრონობის აზროვნე გაგრძელება ევროკავშირში. ევროკავშირი აქვს თავისი პრინციპები, რომელიც უნდა იყოს შესრულებული თუ გინდა გახდი სრულფასოვანი წევრი. ამისთვის აუცილებელი კანონის უზენაესობა, დემოკრატიის დამყარება, უმცირესობების დაცვა და ასე შემდეგ. ხო, და სასამართლო ამიტომ ეს გარედან არ გამოვა, ეს შიგნით და ამიტომ ეს არის საზოგადოებრივი თვითგაზრების პროცესი, კრიტიკული თვითგაზრების პროცესი, რომელიც დაიწყო სხვათა შორის მე-19 საუკუნეში თექდალიულებით ილია ჩავჩავაძეს და მათი ცდილობა ახალი თანაარსებობის ან ახალი სოციალური საზოგადოებრივი ფორმების შექმნა. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოცდილებელი საზოგადოება, მაგრამ ავტორიტარულ, ავტოკრატიულ რეჟიმში, როგორც რუსეთის იმპერია იყო, მარტო მოახერხეს კულტურულ ერად ჩამოყალიბება და არა პოლიტიკურ ერად. ეს შესაძლებელი, ამისთვის შესაძლებლობები მარტო არსებობდა რუსეთის რევოლუციის მერე, აი იმ დემოკრატიული რესპუბლიკის დროს. თქვენ ახლა ფაქტიურად თქვენი წიგნის მიმართულებებზე და შინაარსზე. მოდით გადავიდეთ ახლა მაშინ თქვენს წიგნზე, რომელიც ეძღვნება საქართველოს ერის სკოლა. ეს იყო ჩემი დისერტაცია. ეს არის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამოცდილებელი საზოგადოების. ეს თქვენ რომელ ენაზე დაწერეთ? ჯერ გერმანულად. და მერე 10 წელი მომიწეს ამის გაქართველება, მაგრამ ქართველი, იმიტომ დაწერილი მქონდა. ინგლისურადაც არის? ინგლისურადაც ჯერ არ არის. ჯერ არა, მაგრამ იგეგმება. ნახოთ და გერმანულად იყო, დისერტაცია მერე ციგნად გამოვიდა გერმანიაში და გერმანული აუდიტორიისთვის შექმნილი. სამეთ გერმანულ აკადემიური ენით.
და ვცადეთ აი ჩემ თარჯიმნებთან ისტორიკოსები მათ შორის ნინო ქიღურაძე, დავით ფაიჩაძე, ива მინდაძე, რედაქტორი იყო ეთერი ინსკირველი, ფოლკლორისტი არის და ნატო ალხაზიშვილი ამ ზიარ პრესის აი ამ ციგნის გამომცემელი და ერთობლივი ძალებით და ჩემი მიუღლეს დახმარებით დავასრულეთ ეს ქართული ვერსია, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი ქართული აუდიტორიისათვის იმ ცდელობა ეს ქართული ნაციონალური მოძრაობის გაგება, რაც მოხდა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში თერგდალიულებთან დაწყებული აუდიტორიამ სავარაუდოდ ახსოვს ეს ილია ჩავჩავაძეს მგზავრის წერილები, რომელშიც აი პეტერბურგიდან დაბრუნების დროს იმ რა ქვია პიროვნება ახსენებს და იქით თავის თავს სხვა საქართველო სად არის მოხევესთან საუბარი მოხევესთან კი ლელტუნიასთან საუბარში ხო და იქ ხო ზუსტად არის ეს თანამედროვე ევროპული ტიპის ერის იდეის ჩამოყალიბებული ეს 60-იან წლებში 71 წელს მე მგონი გამოვიდა დაიბეჭდეს და 79 წელს შეიქმნეს ქართულთა შორის ცერა-ქითვის გამოცდილებელი საზოგადოება ქართული ენის სწავლის შესაძლებლობის შექმნა მშობლიურ ენაზე პირველ 2-3 წელიწადში სკოლებში დაწყებით სკოლებში ეს იყო ამოცანა და ამისთვის მოაგროვეს და ცაცხეში ყველაზე მეტად თავად აზნაურობიდან მაღალი რანგის რეპუტაციით სავსე წარმომადგენლები რომ ცარიზმის ადმინისტრაციამ თანხმობა მისცა ამ ორგანიზაციის დაფუძნებისათვის და ეს იყო საქართველოში პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია ესე თქვათ იმიტომ რომ მართო სახელმწიფო საზოგადოების გარეშე ვერ განავითარებს მუდმივად საჭირო არის ეს ურთიერთკავშირი სახელმწიფოს და საზოგადოებას შორის ხო მაგრამ თერგდალიობმა დაინახეს პეტერბურგში მე კიდევ სასწავლებლად ნიკო ნიკოლაძეს ავიდნენ ევროპაში შვეიცარიაში და ასე შემდეგ რომ როგორი იყო შემორჩენილი ქართული ერი და ცდილობდნენ მისი მოდერნიზირება რეფორმების საშუალებით ზომ რეფორმატორები ზომ და ამ პროცესის ერთ-ერთი საშუალება იყო ზუსტად ეს საზოგადოება ქართულთა შორის ერაკლეს გამოცდილებელი საზოგადოება და მე დავწერე ამ საზოგადოების წევრების კოლექტიური ბიოგრაფია ვინ იყვნენ რვინ როდის გაწევრიანდა სომ პოლიტიკოსების აი სოციალიზაციის როგორც საზოგადოებრივი სოციალიზაციის საშუალება ეს იყო ჩემი ამოცანა გამოვიყენე ერთი ჩეხი ისტორიკოსის მეთოდი რომელიც დაწერა ფარის ზაფხულამდე მიროსლავ ხოროხი იყო ეს ისტორიკოსი შედარებითი სოციალური ისტორია პატარა ერების ევროპის კონტინენტზე ჩამოყალიბების შედარებითი ისტორია და მე მინდოდა საქართველოს შემთხვევა დავამატო აი ამ სფეროში ძალიან საინტერესოა და წაწეში და როგორ მოქმედებდნენ რომ ილია ჩავჩავაძე იყო სიმბოლური ფიგურა მაგრამ რეალობაში ნამდვილი მართველი ეს იყო ნიკო ცხვედაძე რომელმაც მერე პირველი корпуსის შენობა როგორც თავად აზნაურობის სკოლის შენობა დაგეგმილი ჰქონდათ მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო ხელმძღვანელი ეს იყო ეს პრაგმატიკოსი ვინც მიხედა ცხვედაძე რა მინდა იცით კითხოთ ესე იგი აი თქვენი ახლა ნათქვამიდან გამომდინარე საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული
NGO-ები ხო? რა ქვია მას? არასამთავრობო ორგანიზაცია. ესე იგი, მაშინ რუსეთის მეფის პირობებში ილია ჭავჭავაძემ ფაქტიურად შექმნა ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, ხო? იქ სადაც მერე იაკობ გოგებაშვილიც იყო, აკაკი წერეთელიც იყო, ყველა იმ დროინდელი ეს ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები და აი ხელისუფლებასთან მათ არ ქონდათ დაპირისპირება და ცუდი დამოკიდებულება. ხელისუფლება ამას უყურებდა, მე მგონი საკმაოდ ლოიალურად და მისცა საშუალება, აი მიუხედავად იმის, ახლა ჩვენ ვიცით ცარიზმი როგორ პოლიტიკას ატარებდა, იქ ჩვენ ეკლესიაში ლოცვა ქართულად აგვიგრძალა, ჩვენი სიმბოლოები, ესე იგი ეს ყველაზე მეტად 80-იან წლებში რეაქციის დროს მეფ ნიკოლოზის მეორის მკვლელობის მერე უფრო თული იყო გახდა ეს ყველაფერი და რუსიფიკაციაზე გადავიდნენ იმ 80-იან წლებში, მაგრამ დაცაცში 79 წელს სპეციალურად აიჩეს როგორც დამფუძნებელი წევრი მაღალი რანგის არისტოკრატიდან წარმომადგენლები, რომელიც რომ ხედავდნენ, აჰა, ეს არიან არ არის არანაირი საფრთხის წინაშე. ჩანს რომ მერე სხვადასხვა ინტელექტუალები, ახლად შექმნილი ინტელიგენციიდან გაწევრიანდნენ, როგორც ნამდვილი წევრები, კარგად ჩანს რომ 90-იან წლებში გაწევრიდან ძალიან ბევრი მღვდლები, რომელიც რეფორმისტულად იყვნენ განწყობილი და ავტოკეფალიაზე იბრძოდნენ და კარგად ჩანს რომ იმ პერიოდში ესენი გახდნენ თერგდალიულების ამ საზოგადოების მომხრეები. და პირველი რევოლუციის მერე 1906 წელს გაფართოებული იყო და უფრო გაწევრიანდნენ გლეხები, იმიტომ რომ მე-19 საუკუნეში საცევრო ცლიური საცევრო იყო 6 მანეთი. იმ პერიოდისთვის ძალიან დიდი ფული იყო. მერე ამ პირველი რევოლუციის და რეპრესიის დროს, აი 1906 წლის მერე იყო განხილვა და იყო მარტო 2 მანეთი და ძალიან გაწევრიანდა ესა გლეხები, მშრომლები და ასე შემდეგ, გაფართოვდა და ნამდვილად გახდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია. კარგად ჩანს რომ ინტელიგენციის და მაღალი რანგის თავადაზნაურებიდან მერე ეს გაფართოვდა მე-20 საუკუნეში და დაიწყეს რეგიონებში განყოფილებების შექმნა, სკოლების გახსნა და ასე შემდეგ. და იმ ახლად გაწევრიანებულ მუშების, გლეხების ძალიან მნიშვნელოვანი, ესენი ქონდათ ეს წარმოდგენა, რამე უნდა გავაკეთოთ ჩვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად და განათლება ერთ-ერთი მთავარი წყარო იყო მათთვის. გურიაში გამოვიდა გურის რესპუბლიკის დროს, რომ ძალიან ეს წერა-კითხვის ცოდნის დონე თითქმის 100%-მდე ასული იყო. რაც არაჩვეულებრივი ციფრი იყო, მაჩვენებელი კავკასიისთვის იყო. მუსლიმურ საზოგადოებაში კავკასიაში 20-მდე იყო ასული. პროცენტამდე, კი. და გურიაში 100-მდე. 100-მდე, კი. ძალიან იცოდნენ და ამიტომ ეს თვით ორგანიზების უნარი და რაცა შეეცება განათლებასთანაც იყო დაკავშირებული. მეორე იყო რომ ეს თავადები და აზნაურები და გლეხების ეს სოციალური დიფერენცია ესე დიდი არ იყო. ხო, ეკონომიკური და რაცა პრობლემების ერთად ქონდა და რევოლუციის მერე უკან დააბრუნეს ბათუმიდან ეს გლეხები, რომლებიც იქ მუშაობდნენ ბათუმში და იცოდნენ მუშების საპროტესტო ფორმები, გაფიცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
და ეს არის ეს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკამდე მოახერხეს აი რომ ეს გაგება თანამედროვე ევროპული კულტურულ ერად რომ ჩამოყალიბებული იყო. მაგრამ მისი გადატანა ეთნოსიდან დემოსამდე ეს მე ამოჩნდა სერიოზული პრობლემა საბჭოთა პერიოდში და დღესაც, იმიტომ რომ ეს მიმართვა იმ კულტურულ ნიშნებზე, ენა, სარწმუნოება, ტერიტორია უფრო პოლიტიკური არის ეს, მაგრამ მამული იყო მისი ნიშნულობა, ეს იყო თავადის მფლობელობა, ხო? ან თავადის ოჯახის მფლობელობა, რომ ეს გადაეტანეს იმ გაგებით, რომ ეს ყველა ქართველის ერის მფლობელობაში იყო. ეს იყო ეს ნიშნულოვანი ეს ტრანსფორმაცია მნიშვნელობისა, აი ეს მამული. კარგად ჩანს ეს ქართულ პრესაში, სადაც ეს განიხილეს და იმ დროინდელ პრესაში, რომელიც ხო ივერიელზე მისაწვდომელი არის ყველასთვის, აი ეროვნული ბიბლიოთეკის ონლაინ ბიბლიოთეკა ივერიელი, იქ ძველი გაზეთები ყველაფერი გაცებრული არის და შიგიძლიათ წაიკითხოთ. ძალიან საინტერესო სტატიები აქვს და რა პრობლემების წინაშე ამოჩნდნენ, როგორი იყო მათთვის ევროპა მასშტაბებელი, ან იმ გერმანელი კოლონისტების თვითმმართველობა, ეკონომიკური ეფექტიანურობა ბოლნისში, ასურეთში, ესომ კატარინენფელდი, ელიზაბეთალი, ეს ყველაფერი იმ გაზეთებში იყო განხილული და ეს ამოცანები, რაც განხილული იყო პრესაში, ცდილობდნენ შესრულებული რომ ყოფილიყო ამ საზოგადოების საშუალებით. და მუდმივად ჰქონდათ დაფინანსების პრობლემა. ილია ჩავჭავაძე სულ ცდილობდა რომ თავადაზნაურო ბანკიდან ეს მოგება იყო გადატანილი ამ საზოგადოების მოქმედებისათვის. ამაზე ეცინააღმდეგებოდნენ აი თავადებიც. იმიტომ რომ ესენი უნდათ ეს მოგება თავის ცხოვრებისთვის. იმიტომ რომ 19 საუკუნეში უნდათ ევროპული სტილი ცხოვრება. ეს არ არის სუვი, ან არა როგორც დღეს, მაგრამ პარიზიდან ჩამოტანილი მოდა, პიანო, როგორც აი წინანდალში, ესო ევროპული ცხოვრების სტილი უნდათ, მაგრამ ეს ეკონომიურად ვერ მოახერხეს და ეს გააკეთეს აი გლეხების ექსპლუატაციით. და ეს ურთიერთობა, რაც მანამდე აი იყო ტრადიციული სამართლებრივი გზით რეგულირებული პირადი ურთიერთობები გადაეტანეს ეკონომიურად და ამაში ეს საშლილი იყო და მთლიანად საქართველოს საზოგადოება ტრადიციული ფეოდალური საზოგადოების ტრანსფორმაცია დაიწყო სხვა რამე მე არ ვამბობ ბურჟუაზიული ერად, მაგრამ იმიტომ მეცარმეობა ნაკლებად იყო განვითარებული ქართველებში. თბილისში ესენი იყვნენ სომხები, ვაჩრები, ხელოსნები და ასე შემდეგ და თბილისში პარალელურ რეჟიმში ეცინააღმდეგებოდნენ აი სომხური ინტელიგენცია და ქართული ინტელიგენცია ეს კარგად ჩანს წყაროებში როგორ იბრძოდნენ ერთმანეთს და იდეებით. ეს აქ ამ ციგნში ვერ განვიხილე, მაგრამ ცალკე სტატია მაქვს, როგორ მოხდა ეს კულტურული ერის პოლიტიზირება 90-იან წლებში ქალაქის დუმის, ესო თვითმმართველობის საბჭოს არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიებში. და კარგად ჩანს, როგორ ეს იყო ინსტრუმენტალიზირებული, იმიტომ რომ არ იყო თანასწორი საარჩევნო უფლება, ვინც უფრო მდიდარი იყო, უფრო მეტი ხმა ჰქონდა. ამიტომ ეს ქალაქის საბჭო სომხური მრეწველებისაგან იყო დომინირებული
და როგორც ოლივერ ვარდროპმა თქვა ეს რა ქვია თავად აზნაურობის ბანკი ეს იყო ქართველების თათბირი იმ პერიოდში იმ ავტორიტარულ ეს სამეფო რეჟიმის დროს ეგ რაღაცნაირად საპირწონე იყო მისი საპირწონე გასაგებია ახლა მე რამოდენიმე კითხვა მაქვს პირველი აი ეს თქვენ ძალიან საინტერესოდ მოყევით ნუ რა თქმა უნდა პატარა ნაწილი ჩვენ რო შემოგთავაზოთ ოღონდ ჩვენ ღარიბი ორგანიზაცია ვარ და რა თქმა უნდა ფულს ამისთვის ვერ გადაგიხდით მაგრამ თქვენ შეგიძლიათ აი ეს თქვენი კვლევები და თქვენი დაკვირვებები და თქვენი დასკვნები კვირაში ერთი ან თუნდაც თვეში ორჯერ წაიყვანოთ ჩვენი ტელევიზიით პირდაპირ ეთერში თუ მაყურებლებისათვის ეს საინტერესო არის იმიტომ რომ ეს არის აი გერმანელი ისტორიკოსის თვალით ნახე ქართული საქართველოს ისტორია აი გთხოვოთ ჩვენ დაგთანხმდებით თუ იფიქრებთ უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ სერიოზული შრომა არის ეს მომზადება ფართო აუდიტორიისათვის ხო ეს ხო არ არის საუბარი მეცნიერული აუდიტორიისათვის მაგრამ ეს რომ ხო ეს უფრო პოპულარულად რა თქმა უნდა რომ ნებისმიერ ადამიანმა გაიგოს მე ვფიქრობ რომ აქ ჩვენ ბევრი პარალელების გავლება შეგვიძლია აი მაშინ საკრებულოს როგორ ირჩევდნენ და როგორი სისტემები იყო დღეს არის ეს დღევანდელი უკეთესი თუ პირიქით უკან წავიდა არ ვიცით ნუ დღეს სხვა პერიოდია იმიტომ რომ იქ მე-19 საუკუნეში მე-20 საუკუნის დასაწყისში ესენი ყველანი ინტელექტუალები იყვნენ პროგრესის მომხრეები ეს არის ეს იყო მათი სარწმუნება რომ ადამიანურობა მომავალში უკეთესად ცხოვრობს ვიდრე დღეს ამისთვის საჭირო არის რომ ჩვენ აქ საკავიო უნდა გახდით როგორც ევროპელები ეს რომ ევროპა იყო სამყარო მოდელი რომელიც ცდილობდნენ რომ გამოყენებული იყოს საქართველოს რეალობაში. ნუ სინამდვილეში დღესაც იგივეს ფიქრობს რიგითი ქართველი, მაგრამ ხომ ხედავთ მაგრამ დღეს ჩვენ სხვანაირ გეოპოლიტიკურ სამყაროში ცხოვრობს არა გვაქვს მე-20 საუკუნის უბედურებების მერე ეს სარწმუნოება რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება. ხო? და ამიტომ ჩვენ სხვა zeitgeist-თან გაგვაქვს საქმე დღეს და სხვა გამოცდილებები. ზეგი თქვენ ბრძანეთ რომ აი კულტურულად ჩამოყალიბდა უпроსორად აი კულტურულ სფეროში ერმა ქართველმა ერმა შეძლო მე-19 საუკუნეში რუსეთის მფარველობის ქვეშ ყოფნის პერიოდში თავისი კულტურა გამოეხატა და შეენარჩუნებინა და მოემზადებია თაობებისათვის გადასაცემად, მაგრამ აი სახელმწიფოებრივი და აი ეს ინსტიტუტები, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ ეს წარმონაქმნი ტერიტორიული, რომელსაც საქართველოს უწოდებთ, მაშინაც ესე იგი რაღაცნაირად ჩამოეყალიბებია, იმიტომ რომ აი სხვა ერებმა იგივე რუსეთის მფარველობის ქვეშ და ნუ მფარველობა ბრჭყალებში დაპყრობილი იყავდა, ნუ იგივე პოლონეთმა, მაგალითად ფინეთმა მათ ესე იგი მეტ წარმატებას მიაღწიეს და ჩვენ ვერ მივაღწიეთ. ნუ და თქვენ იქ სიტყვა ახსენეთ ზნეობრივი დეფიციტიც ესე იგი უფრო მეტი იყო ჩვენთან ეთყობა და იგივე კომუნისტების პერიოდში ახლა მე ჩემი ცხოვრება ისე გავატარე რომ ბევრ რესპუბლიკაში ვიცხოვრე, ვიყავი ბაქოში 2 წელი, მოსკოვში სულ ხშირად დავდიოდი ასპირანტურა იქ დამთავრე, ყაზახეთში მუშაობდი, ტაჯიკეთში ვარ დაბადებული, იმაში მოლდავეთში, რა ქვია, კიშინიოვში ხშირად ჩავდიოდი და თვეები გამიტარებია და ვიცი რომ ყველა რესპუბლიკაში სხვადასხვა დონის დემოკრატია იყო, აი ამ დემოკრატიის
იმ გაგებით, აი სახალხო ზოგადი გაგებით და რომ ამ დროს კომუნისტური რეჟიმი იყო ხო ყველგან მაგრამ ხო პრიბალტიკაში იგივე კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გაცილებით უფრო მაღალ დონეზე იყო და უკეთ მუშაობდა იგივე ინსტიტუტები, თუნდაც სასამართლო მაგალითად. საქართველოში სასამართლო უკეთესი იყო, ვინმე დაუშვათ უზბეკეთში და იმაში რა ქვია ბაქოში, აზერბაიჯანში. ეს აშკარად, ესე იგი ერის კულტურა, ერის ზნეობრივი საფუძვლები, რა თქმა უნდა, პირდაპირ გავლენას ახდენდნენ იგივე სახელმწიფოების სტრუქტურების ჩამოყალიბებაში და მათ ერის ინტერესებისათვის მომზადებაში. ხო? ეს არის როდესაც აი კრიზისის მთავარი პრობლემა არის რომ არ არის ესე ფართო საზოგადოებაში და შეიძლება ეს არის გრძელი ისტორიული პირობების გამო იმპერიათა შორის ან შეიძლება საბჭოთა პერიოდის გამო ეს კიდევ კარგად უნდა განვიხილოთ, მაგრამ რომ გენერალიზირებული უკავშირი generalized reciprocity ეს მოქმედება საერთო რა ქვია კარგყოფნისათვის რომ არა მარტო მე და ჩემი ოჯახი ან ჩემი ჯგუფი ან რაღაცა კარგათა ვარ და ძალიან დიდ რა ცხოვრობ, მაგრამ რომ მთელი ქვეყანა ან მთელი საზოგადოება ხო? აქ საქართველოში 40% სიღარიბის დონემდე ან დონის ზემოთ და ქვემოთ ცხოვრობს, ეს რომ იმ გადაჩენის პროცესში გამოსავას ვერ ხედავენ ვიდრე პატრონის ძებნა, რომ ვინმე დაეხმარება მათ, რომ არ არის ეს რესურსი, საკმარისი რესურსი ქვეყანაში, რომ დამყარება ზუსტად ეს ერთობლივი კეთილდღეობაზე ორიენტირებული პოლიტიკა. Ну, ესე იგი, ამას ქვია სახელმწიფოებრივი მიდგომა, ხო? არა შენი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. ახლა ჩვენ ბევრი რაღაცა გვისწავლია საფრანგეთის ისტორიიდან, იგივე გერმანიის ისტორიიდან, ვიცით ის ლიდერები რადონის იყვნენ, თუნდაც მე-20 საუკუნის გამორჩეული ლიდერები, იგივე დეგოლი ავიღოთ, ადენაუერი ავიღოთ, ის ხალხი აი სახელმწიფო სტრუქტურების შექმნაზე და მართვის ოპტიმალური სისტემების შექმნაზე ზრუნავდნენ და არც ერთ იმ ლიდერთაგანს არ უფიქრია საკუთარი იმპერიის შექმნაზე და საკუთარი სიმდიდრეს. იფიქრეს ბისმარკაც და ეს სოციალური სადაზღვევო სისტემა, რაც ბისმარკმა შექმნა, იყოს სოციალისტების საწინააღმდეგოდ, რომ არ იყო ეს სოციალ-დემოკრატია გაძლიერებული. და ეს ჩვენი გერმანული სოციალური სადაზღვევო სისტემა ბისმარკის დროიდან იყო ზუსტად ავტორიტარული რაიხის შექმნისათვის. ამიტომ თავის პირობებში, მაგრამ ეს უკვე იყო სახელმწიფოს ფუნქციების ჩამოყალიბების საშუალება მისა, რომელიც მერე გადაჭრა, როდესაც პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, როდესაც სოციალ-დემოკრატები გახდნენ ყველაზე წამყვანი პოლიტიკური ძალა 18 წელს პირველი მსოფლიო ომის მერე და ასე შემდეგ. და ეგრეთნაირი ეს რამოდენი ფაქტორი აქ ერთმანეთთან არის დაკავშირებული. საქართველოს მე-19 საუკუნეში იყო რუსეთის ნაწილი და მთელი საადმინისტრაციო სისტემა რუსეთიდან შემოტანილი იყო. რამდენად აი ქართველებისთვის სვანაერი მართლობის სისტემა, რომელიც სახელმწიფოზე ორიენტირებული იქნებოდა, აი ეს არ ვიცით, შეიძლება ერეკლე მეორესდოთ, ერეკლე
ცადა ამის რეფორმირება აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლში, მაგრამ იმ პერიოდში ოსმალეთს, სპარსეთს, რუსეთს შუაში არ ქონდა ამის საკმარისი რესურსები. და მე ვფიქრობ, რომ ეს პირად ურთიერთობებზე აგებული სისტემა, პოლიტიკური სისტემა ზუსტად ამ რესურსების ნაკლებობას შედეგი ყოფილიყოს, მაგრამ ამაზე სერიოზული კვლევა არის საჭირო აი საუკუნეების განმავლობაში. რაც მე ვხედავ ისტორიულ წყაროებში, პირველ წერილობით ქართულ წყაროებში გამოიყენეს ტერმინს ერთობა. და ერთობა იყო კოლექტიური მოქმედების შესაძლებლობა, რომელიც იყო დაწყებული კონკრეტული მიზნებისთვის ფიცით. ეს გაფიცვა და ეს ფიცის ტრადიცია იყო, რომ დაიწყეს ერთობლივი საქმიანობა. და ეს არის პოლიტიკური ერთიანობის ჩამოყალიბების საქმანძო სიტყვა ქართულ ისტორიაში, წყაროებში. მაგრამ როგორ ეს შეიცვალა საუკუნეების განმავლობაში, ვინ იყო იმ ამ ერთობაში გაცევრიანებული და ასე შემდეგ. კარგად ჩანს, რომ სხვადასხვა ერთობის ფორმები არსებობდა. თიანეთში, სვანეთში, ხევსურეთში თანაბრად იყვნენ გაცევრიანებულები და ფიცით ერთიანად თავისუფალ სვანეთში. ბაღში უფრო იერარქიული იყო თავადები, ქმები და ასე შემდეგ და ეს უფრო ვერტიკალური იყო. მაგრამ იქაც როგორც ჩანს, ფიცვი დაიწყო, როდესაც მთელი შემოსული იყო მისი მობილიზირება ბრძოლისათვის. მაგრამ რამდენად აი საკმარისი რესურსი გადაჭა თავისი სახელმწიფოებრიობის, რომელიც იმ პიროვნულ ურთიერთობებზე გადასული იყო, აი ეს არის ჩემი ჰიპოთეზა, რომ ამისთვის არ არსებობდა. იმიტომ რომ იმპერიებში ჰქონდათ საკმარისი რესურსი, რომ მათი კარიერა მონებად, როგორც ეგვიპტეში, ეს რა ქვია, მისი სამხედრო კარიერა რომ გააკეთეს, როგორ იყო ეს, ან რუსეთის მმართველობაში, ან სამხედროებში, რომელიც ქართელი თავადაზნაურები იყო, დაესწრებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის ბრძოლებში, და ეს ყველაფერი, ეს ცოტა უფრო ფართო პრობლემა არის, რომ ის იმპერიებთან არ იყო მარტო წინააღმდეგობის ბრძოლის ფორმები. შეიძლება რომ ეს ქართული მასპინძლობა, სუპრა და რაცა ფორმები იყვნენ, რომ უცხო პირის გაცნობიერება ვინ არის, რა აზრით არის და როგორ შეიძლება რომ ჩვენ მხარეზე გადმოვიტანოთ ეს. მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა, მე ასე ვფიქრობ, ყოველ შემთხვევაში მე დიდი ინტერესით გისმენდით. სულ რაღაც 1 თუ 1.5 წუთი გვაქვს დარჩენილი. რამე გამზადებული რჩევა ქართველებისათვის გააქვთ იმისათვის, რომ ჩვენ პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს ვართ ჭაობში. აქედან უნდა ამოვიდეთ. აი სისტემა, რომელსაც ამკვიდრებს ხელისუფლება, ეს მეუღებელია. ამიტომ არის უკვე აი 400 რაღაცა დღე არის ხალხი ქუჩაში დგას და საუკეთესო ხალხი და არის ხალხი, რომელიც ამათ აგინებს და დარწმუნებული ვარ, რომ ესენი არიან დაქირავებული ხალხი, რომლებიც ფულებს იღებენ. ჩვენ ყველამ გავინახეთ, როცა უშიშროების მინისტრი დააკავეს და მაგის ნათესავებში ჭხრეკა განახორციელეს, ნაპოვნი იყო 1200 პაკეტი, სადაც 5-დან 20 თუ 25,000 დოლარამდე იყო და ეს ფაქტიურად გამოდის, რომ 1200 კაცი ფინანსირდებოდა ყოველთვიურად იმისათვის, რომ
განეხორციელებია ხელისუფლებისათვის სასარგებლო ქმედებები. ესე იგი, ეს არის კანონის დარღვევა, ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ეს არის სრულიად მიუღებელი, წარმოუდგენელი და აი ჩვენი ლიდერი ბატონი თემურ შაშიაშვილი რამდენხანია ყოველთავის გამოსვლაში თხოვს ხელისუფლების წარმომადგენლებს გამოაცხადეთ ის 1200 კაცი, რომელიც ღებულობდა აი ამ უკანონო ფინანსებს და ის რომ ჩვენ მთელი პარლამენტი ახლა იბეჭდება უკვე ვის რა აქვს პარლამენტის წევრებს და ადამიანები რომლებიცაც არანაირად არაფრით მით უმეტეს ბიზნესით არ დაუმსახურებიათ და არ გამოუმუშავებიათ ეს თანხები, საიდან მათ ამდენი მილიონები. აი ახლა ის რაც თქვენ თქვით სომხური არისტოკრატია რო ჩამოყალიბდა თბილისში, ისინი ვაჭრებდნენ, რაღაცა მოქმედებდნენ და ასე დააგროვეს ფული. ამ ჩვენმა გამდიდრებულმა არისტოკრატიამ როგორ დააგროვა ეს ფული? მოკლედ, კითხვები ძალიან არისტოკრატია არ არის, იმიტომ რომ რაღაცა არისტოკრატია აქვს თავისი ქცევის ჩხალებში ჩავსვათ, დღევანდელი ახლა თვითონ ხოთლიან თავს არისტოკრატებად. ორი რჩევა მაქვს. პირველი არის რაც ჯონ ეფ კენედიმ თქვა 60-იან წლებში ამერიკელ ხალხს ნუ იფიქრე რა შეუძლია სახელმწიფო გაგიკეთოს, იფიქრე ამაზე რა შენში გიძლია შენი სახელმწიფოსთვის. ეს არის მოქალაქობრივი მოვალეობა და მეორე არის ადამიანური თანაგზნობა. ეს თუ არა ხარ სხვა პოლიტიკური აზრის ანაცა, მაგრამ მაინც ეს ადამიანები რომლის უსამართლოდ ციხეში ზიან, მზია ამაღლობელი მაგალითად ძალიან მორალურად, ზნეობრივად ინტეგრული ადამიანი, ვინც ძალიან მაღალ დონეზე შევაფასებთ ამ ადამიანების სოლიდარობას რომ იხოს, რომ გაუშვებენ აი საფათიმრობიდან. ეს არის ჩემი ორი თანაგზნობა და მოქალაქეობა. ბატონო ოლივერ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩემი სტუმარი, დიდი მადლობა ამ ორი რჩევისათვის. დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ბევრი რჩევები გექნებათ ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ რომ თქვენი თანამშრომლები ჩვენთან და თუ მოდმივ საფუძველზე არ იქნებით, მაშინ მე მოგიწევთ ხშირად, სხვაებიც მოგიწევენ, მაგრამ ჯობია რომ აქ იყოს ოლივერ რაისნერის საავტორო გადაცემა. აი ამით გემშვიდობებით, დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. აბა, ნახვამდის.